რას გრძნობს შენს მიმართ ვნებას. ეს არის ვნება. მაგრამ გრძნობას რაც შეეხება თავს ძალიან დამარცხებულად და წაგებულ მდგომარეობაში გრძნობს. თითქოს დაგკარგა, თითქოს ამ გრძნობას ვერ გაუფრთხილდა. ვიტყოდი ვერ გაუფრთხილდა კი არა, არ გაუფრთხილდა, რადგანაც ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს გამიზნულად აკეთებს. ნერვიულობს ეს ადამიანი ყველაფერს, რადგანაც მაინც აცნობიერებს, რომ გრძნობა აქვს თქვენს მიმართ. რომ შენ ხარ ის, ვინც მას სჭირდება და ამ ურთიერთობას სჭირდება აუცილებლად ჩამოყალიბება, სწორი არჩევანი და რა თქმა უნდა, სიდინჯე, რომელიც ცოტა აკლია ამ პიროვნებას. დარდი. შეიძლება გავიდა ახლა ურთიერთობიდან ან არასწორი ნაბიჯი გააკეთა, არ ვიცი ვის რა სიტუაცია აქვს თქვენზე მოირგეთ, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში გრძნობს თავს, პირდაპირ ვიტყვი, რომ ნანობს ყველაფერს და მგონი გვიან მიხვდა, რომ იმაზე მეტად ყვარები ხარ, ვიდრე ეგონა. შეიძლება საერთოდაც არ იყო მისთვის მნიშვნელოვანი სიყვარული, მთავარი იყო თავისთავად ვნება, მაგრამ მე მიხვდა, რომ ეს ყოფილა სიყვარულიო.